1920-იანების გერმანია. ერი ქაოსში, წაგებული ომი, განადგურებელი ეკონომიკა და სასწრაფოთილი ხალხი. ამ რეალობის ფონზე ერთი ადამიანის შანსს ხედავს, ადოლფ ჰიტლერი. ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ მოიპოვებს ძალაუფლებას, არამედ შექმნის სისტემას, რომელიც მხოლოდ მას ემსახურება და გახდის სამყაროს ისტორიაში ყველაზე ცნობილ ტირანს. დღეს კი განვიხილავთ, როგორ მოახერხა ერთმა ავსტრიელმა მხატვარმა უმნიშვნელო ფიგური და მთლიანი ქვეყნის დიქტატორი გამხდარიყო. ნაბიჯი 1. დიქტატორები ყოველთვის ეძებენ კრიზისს, რომლის დროსაც ხალხის სასწრაფოებას გამოიყენებენ და წარმოუჩენს საკუთარ თავს როგორც ხსნელს, რომელიც მათ ყოველ პრობლემას გააკრავს. ახლა კი წარმოიდგინეთ 1920-იანი წლების გერმანია, რომელიც პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ კრიზისშია. ხალხი შიმშილობს, სამუშაო არ არის, პოლიტიკური კრიზისი ძინვარებს. ხოლო ინფლაცია იმდენად მწვავეა, რომ ბავშვები ფულის კონებს სათამაშოდ იყენებენ. სწორედ აქ ჰიტლერი ხედავს თავის შანსს, გამოიყენოს ხალხის ბრაზი თავისი პოლიტიკური მოტივებისთვის და გამართოს ემოციებით და იმედით სავსე პოლიტიკური თამაში. ნაბიჯი 2. დიქტატორები მხოლოდ ფიზიკურ ძალას არ იყენებენ ძალაუფლების მოსახვეჭად. მათ სჭირდებათ, რომ ხალხი ჯეროდეს მათიდან ნებაყოფლობით მიყვებოდნენ. ჰიტლერმა არა მხოლოდ ეკონომიკური სიდუხჭერა და შიში გამოიყენა, მან იცოდა როგორ მოერგო ხალხის გული. მან დაარწმუნა ისინი, რომ ამ ტანჯვას ჰქონდა მიზეზი და რაც უფრო მნიშვნელოვანი, მან იცოდა თუ როგორ გადაიჭრა ის. მისი გამოსვლები ერთის მხრივ მარტივი იყო, თუმცა მძლავრი. ის იყენებდა ემოციას, იმეორებდა, რომ გერმანიას ყავდა შიდა მტრები, მოღალატეები. მისი მტრები იყვნენ ვეიმანის პოლიტიკოსები, რომლებიც ვერსალის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. კომუნისტები, რომლებიც საფრთხეს უფრინდნენ გერმანიის სტაბილურობას და უფრო და უფრო ხშირად ადანაშაულებდა ებრაელებს გერმანიის დაქცევაში. თუმცა მხოლოდ სიტყვები არ არის საკმარისი, მას სჭირდებოდა მტრის ხატის შექმნა, პროპაგანდის მანქანა, რომელიც მისდევდა ყველა გერმანელს, გაზეთები, ფილმები, რადიო, ყველაფერი, რაც გაავრცელებდა ნაცისტურ იდეოლოგიას. პარტია აორგანიზებდა დიდ ყრილობას, მარშებს და ცერემონიებს, რათა შეექმნას შეუჩერებლობის იმიჯი. სწორედ ამ პროპაგანდით და მასებზე ზემოქმედებით მან არა მხოლოდ მოიპოვა მხარდამჭერები, არამედ მან შექმნა მოძრაობა, რომელიც ხალხის თვალში შეუჩერებელი იყო. ხოლო როდესაც ხალხი ამ მოძრაობას უერთდებოდა, მათ ჰქონდათ შეგრძნება, რომ იყვნენ რაღაც უფრო დიდის ნაწილი, რაღაცის, რის დასცავადაც ყველაფერს გაიღებდნენ. ნაბიჯი 3. დიქტატორისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ძალაუფლება, მათ სჭირდებათ საკუთარი მოწინააღმდეგეების ჩამოშორება. 1930-იანი წლების დასაწყისში ჰიტლერი და ნაცისტური პარტია უკვე მსხვილი პოლიტიკური ძალა იყო, თუმცა მათ ჯერ კიდევ ყავდათ კონკურენტები. ვეიმარის რესპუბლიკა სავსე იყო მოწინააღმდეგეებით, კომუნისტებით, სოციალისტებით, ცენტრისტებით და კონსერვატორებით, რომლებიც არ ენდობოდნენ ჰიტლერს. ხოლო შემდეგი საჭირო საფეხური ძალაუფლებისკენ მათი ჩამოშორება იყო. ძალადობა იქცა პოლიტიკურ ხელსაწყოდ. ჰიტლერის პირადი რაზმი, ყავისფერპერანგიანები მოძრაობდნენ ქუჩებში, თავს ესხმოდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, არბევდნენ ყრილობებს და აშინებდნენ ამომრჩევლებს. ხოლო გზავნილი იყო აშკარა, ნაცისტების წინააღმდეგ წასვლა სახიფათო იყო. ამ დროს ჰიტლერი სისტემის შიგნით მუშაობდა, პოლიტიკოსის როლს თამაშობდა და აწყობდა გარიგებებს, პირდებოდა სტაბილურობას, პირდებოდა კონსერვატორებს, რომ სწორედ ის იყო კომუნიზმის წინააღმდეგ ყველაზე კარგი შანსი, ხოლო ბევრს ეგონდა, რომ მის გაკონტროლება შეძლებდნენ, თუმცა ისინი ცდებოდნენ. სწორედ ეს არის დიქტატორის მორიგი ხრიკი, ქაოსის შექმნა და საკუთარი თავის შეთავაზება როგორც ერთადერთი გამოსავალი. და საბოლოოდ 1933 წელს ჰიტლერმა მიაღწია იმას, რაც სურდა. ის იქნა არჩეული გერმანიის კანცლერად. ნაბიჯი 4. ყველა დიქტატორს სჭირდება კრიზისის მომენტი, კონკრეტული წამი, როდესაც ის სრულ ძალაუფლებას აითვისებს. ჰიტლერისთვის ეს 1933 წელს დადგა. რაიხსტაგის ხანძარი, საერთოდ გაჩენილად ცეცხლმა გაანადგურა გერმანიის პარლამენტი. ჰიტლერმა დაუყოვნებლად დაადანაშაულა კომუნისტები, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. განაცხადა, რომ გერმანია შიდა თავდასხმის ქვეშ იყო და სწორედ ამ საფუძვლით მოითხოვა და მიიღო კიდეც საგანგებო ძალაუფლება. ეს მორიგი კლასიკური მოძრაობაა დიქტატორის სახელმძღვანელოში. აიღე კრიზისი, გამოძერწილია რეალური და გამოიყენა ის ექსტრემისტული ქმედებების გასამართლებლად. ხოლო დროებითი საგანგებო მდგომარეობა მუდმივად დროებითი რჩება. რამდენიმე დღეში ოპოზიციური გაზეთები გაქრა, ათასობით კომუნისტი და სოციალისტი იქნა დაკავებული, ხოლო ადამიანის უფლებები შეჩერებული. ნაცისტებმა ამას უწოდეს დაცვის მექანიზმი, ხოლო სინამდვილეში ეს იყო დემოკრატიის დასასრული. შემდეგ კი მოვიდა ბოლო ნაბიჯი, ბოლო ხელისკო, რომელიც გააქრობდა ყოველგვარ წინაღობას ჰიტლერს და ძალაუფლებას შორის. ნაბიჯი 5. მოწინააღმდეგეების განადგურება და ოფიციალურად დიქტატორობა. დიქტატორისთვის მხოლოდ ძალაუფლების მოხვეჭა არ არის საკმარისი. ის უნდა დაარწმუნდეს, რომ მას ვერავინ წაართმევს ძალაუფლებას. რაიხსტაგის ცეცხლის შემდეგ მას კიდევ ყავდა ოპონენტები, ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც არ ენდობოდნენ და მისივე მსახურები, რომლებმაც ძალაუფლება მოიპოვეს. შემდეგი ნაბიჯი დიქტატურის დაკანონებაა. 1933 წლის მარტში ჰიტლერმა წარადგინა Enabling Act, რომელმაც მას მისცა სრული ძალაუფლება.
ეს კანონი დიდი წნეხის ქვეშ იყო გატარებული. ოპოზიციონერები დაშინებული, დაკავებული ან უბრალოდ ხმის მიცემის უფლების გარეშე დატოვებული. ამ კანონით დემოკრატია საბოლოოდ დამთავრდა. საბოლოოდ გერმანია სრულიად მისი იყო. თუმცა დიქტატურას მუდამ ეშინიათ ოპონენტების, მათ შორის მათივე მოკავშირეების. 1934 წლამდე ჰიტლერის პარამილიტარული ჯგუფი უკვე ზედმეტად გაძლიერდა, გახდა ზედმეტად დამოუკიდებელი, ხოლო მისი ლიდერი ერნსტ როჰმი მეტი გავლენის მოხვეჭას ცდილობდა. ამას კი ჰიტლერი ვერ დაუშვებდა. ჰიტლერმა ახალი დაკვეთა გასცა, გრძელი დანების ღამე. რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით SS-ის ყავისფერპერანგიანების ლიდერი იქნა მოკლული, ხოლო გზავნილი აშკარა იყო. არავინ იყო უსაფრთხოდ. ყავისფერპერანგიანების განადგურების შემდეგ სამხედრო რაზმებმა ერთგულება შეჰფიცეს ჰიტლერს და როდესაც ჰინდენბურგი მოკვდა 1934 წელს, ჰიტლერმა თავი გამოაცხადა კანცლერად და ფიურერადაც, გერმანიის ლიდერად. არანაირი მომავალი არჩევნები, არანაირი ოპოზიცია, მხოლოდ თავად ის. ნაბიჯი 6. გახდე დიქტატორი ერთია, ხოლო მეორეა შეინარჩუნო შენი ძალაუფლება. როდესაც ჰიტლერმა მოიპოვა სრული ძალაუფლება, მას სჭირდებოდა გარანტია, რომ მას ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა. ხოლო დიქტატორის მნიშვნელოვანი ხელსაწყო პროპაგანდაა. კონტროლით პრესაზე, რადიოზე და ფილმებზე ნაცისტებმა გაჟღინთეს გერმანული საზოგადოება ერთი მესიჯით. ჰიტლერი იყო მხსნელი, ხოლო მტრები ებრაელები, კომუნისტები და უცხოები. ყველა პრობლემა მათი ბრალი იყო. ყოველ დიქტატურას სჭირდება მტრის ხატი. ჰიტლერმა მტრად ებრაელები შერაცხა და გააძლიერა მათზე ზეწოლა. დისკრიმინაცია იქცა ძალადობა. ხალხს ყავდა ჯგუფი, რომელსაც დააბრალებდა მათ პრობლემებს. ხოლო ჰიტლერს ჰქონდა ხელსაწყო, რომლითაც გააძლიერებდა მის ძალაუფლებას. როგორც მრავალი ტირანი ჰიტლერამდე და მას შემდეგ, მას არ იყო მხოლოდ გერმანიის მართვა. შემდეგი ნაბიჯი ომი. რამდენიმე წელიწადში მან ჩაითრია მსოფლიო ისეთ ომში, რომელიც მანამდე წარმოუდგენელი იყო. სწორედ ასე მოდიან დიქტატორები. იყენებენ კრიზისს, ძალადობას, манипуляციას და უკეთესი მომავლის პირობას. ხოლო თუ ისინი მიზანს მიაღწევენ, შედეგი კატასტროფულია. ჰიტლერის ისტორია არ არის მხოლოდ წარსული, ეს გაფრთხილებაა. დიქტატორის გზამკვლევი, ეპიზოდი 1.